მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს არის 26 თებერვალი. გამოსული ვარ. იუზე სანადიროდ ვიყავით გამოსული. ორდღიანი ნადირობით, ანუ გუშინ ძალიან მაგარი ქარი იყო, თოვლი. ავია, მინდი იდეალური იყო, ეხი საერთოდ ვერ ნახეთ, ანუ ვერ მოვიპოვეთ. მე დილის გადაფრენაზე წავედით, სატყუარებით. ერთი 3-4 საათი ვიჯექით, საერთოდ ერთი ხი არ გადმოსულა და მოგეთ გამოვედით კისხათამზე სანადიროდ. მესი არ წამომიყვანია, სახშია. იუზე არ დამყავს და იმიტომ მესი არ წამომიყვანეთ და ძალიან ვინანეთ, იმიტომ რომ კისხათამი იყო. ავაფრინეთ ჯამში სადღაც 14 ქათამი სავარაუდოდ. ავაცილე 3-ს, ავიყვანე 3. ასევე დეიდაშვილმა იყვანა 3 კისხათამი და 3-4 კიდე ქონდა ასაყვანი, ზოგს ვერ ვესულოთ, ზოგი ისე გაგვიფრინდა. ანუ ცოტა დამთხალიც იყო, ღია ადგილებზე იჯდა ამ თოვში. ნახეთ როგორ დარბოდა ესეთი ქათმებიც, უბრალოდ კამერა არ მქონდა დატენილი, იმიტომ ანუ სტიქია თელ დასავლეთში, შუქი არ იყო მთელი ღამე და კამერა არ ხონდა დატენილი, რაც დავტენი და რაც გამომადგა აკადრების გადავიღეთ, იმას აუცილებლად შემოგთავაზებთ. აი მოვიპოვეთ ესეთი ტყის ქათმები. უნდა ლიმიტი უნდა შეგვესრულებინა, მაგრამ ვერ შევასრულეთ ლიმიტი. 3 დამთავრდა, და ვიყავი გასული და დამთავრდა ანგარიში 3-3. ანუ ძმობამ გაიმარჯვა და აი ასეთი ლამაზი ტყის ქათმები მოვიპოვეთ დღეს. ანუ დღე მაინც წარმატებული გამოდგა. თუ მოგეწონებათ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, მესი ჰანტერ ვუთქოქი და ანუ არინანეთ მესი. ანუ დღეს რო ყოფილიყო სავარაუდოდ უფრო კარგ შედეგს დავდებდით. დეიდაშვილს ყავს 1 წლისაც არ არის წარი და იმდენად არ არის გაწაფული და მისი რო ყოფილიყო სავარაუდოდ უფრო მეტ ქათამს ავიყვანდით. მომავალ წელს დაგანახებთ ბონის ნადირობას ტყის ქათამზე, დაიგეშება, გაიწვნება და უფრო მეტ მამას კადრებს შემოგთავაზებთ მესი და ბონის ნადირობის. ერთადაც მოგვიწევს ნადირობა აუცილებლად. ასე რომ დროებით და შევხვდებით ერთმანეთს. 2 დღე დაგვრჩა და ის 2 დღეც ავაპირებ ტყის ქათამზე გასვას, იღზე აზრი არ აქვს. ასე რომ თუ კიდე შევხვდება სადმე ქათამი, აუცილებლად შემოგთავაზებთ იმის კადრებს. აბა დროებით. ესეთი ადგილი გვაქვს. მოვიყვანოთ იხვი. იქნება საშუალება მოვძევნოთ, მესი არ მომყარს როგორც წინა აღმოჩნდა. მესი სახში ბუხარტანზის თბება. ნახარო მემზადებოდი სანადიროთ, მაგრამ არც კი არაფერი რეაქცია მოუხდენია ამაზე. და უთხარი შენ არ მოდიხარ მეთქი მესი და ბევრი არც მომდომებია მივხვდა რომ თავისი სანადირო არ იყო რა, რაღაცნაირად ხდება თუ ისმის ავი რასაც ვეტყვი. ზოგადად ხატკის ქათამზე კარგ ამიჯრო მივდიოდი და რომ დამინახოს რომ ემზადები სანადიროთ, ავი სახს გადადგამს როგორ წავიყვანა. ეხა საერთოდ არც კი არ აინტერესებს იღზე ნადირობა რა. მithumetes ამ სიცივში. ნახოთ აბა თუ შეხვდება იხვი. მე უფრო გადაფრენას ველოდები, იმიტომ რომ არც დინარის პირას ვარ და ავიტყვისკენ თუ გამოიარა რამე. ნახოთ. ორი ხი მომივიდა და ვერ ვესწორე. Pedavide.
ავადმყოფებით ტირის გადაფენაზე. აი, რამდენი ხვი დაფინდა? 1, 2, 3, 4, 5. რამდენია 13 ხვი დაფინდა, რა ველოდებით კიდე არ ყოფნის იმენ. ის ერთი კი დაფენას აპირებს და იქნება რა. ხუმლობა და ვაშ, საერთოდ არაფერი არ მოძრაობს რა. ანუ ადგილი იდეალურია, მაგრამ იხვი არ არის. მოგცა ხა მესი ბატონო ლევან. წავიდოდით ტყის ქათამზე. ტყის ქათამს მეც მოვიპოვებდით იმენ. აი, იღზე რატო არ დადიხარ იღზე? გევანდელი დღე უშედეგო დასრულდა. ორდღიანი აღნიშნე. კი ბატონო, გუშინ კი ავიყვანეთ დაახლოებით 3 ცალი, მაგრამ სამწუხარო ძაღლი არ მომყავდა და დავუკარგეთ. დღეს წამოვიყვანეთ ძაღლი და დღეს იხიარ იყო. დასრულდა ჩვენი ნადირობის დღე, მაგრამ მაინც თავისი ეწი და ხათრი აქვს, რომ მაინც თოვს, ყინავს. სამწუხაროა იხვი რო არ არის, მაგრამ რა სიზამ. მაინც შინი გვაქვს. კაპიტანი, როგორ ვიყოს? რას ლაპარაკობ, ბატონო, მამუკა თქვენ ამდენ წლიანი გამოცდილება კი ბატონო, კი, არანაირი პრეტენზია ჩემი მოსწავლე ხარ და არანაირი პრეტენზია არ გამოაჩნია. შენ არა, მაგრამ ზოგს აქვს, იღზე რატო არ დადიხარ, იღზე რა, აი, დავდივარ და წავიდივარ, რამდენახე. რა სიზამ. დასრულდა. კიდე 2 დღე გვდარჩენილი და კი, აუცილებლად ხვალ ზეგისთვის უნდა ტყის ქათამით უნდა დავხუროთ სეზონი და დროებით გემშვიდობით აქ ამას კუთხეს მშვიდობებით მომავალ მორჩა იღზენა უკვე მეორე ტყის ქათამი ავაფენეთ. აი, მესამე გასროლის მერე ხედავდი რომ ნენელა იწევდა ტყის ქათამი და სავარაუდოდ ანუ დაჭრილია. აი, პოვა ბონი. აი, ბიჭი ბონი. ერთი ტყის ქათამი ავიყვანეთ უკვე. აი, ეგრე პოვა ბონი. ლევა. იმ კუთხეში შეუშვით ძაღლი, იმ კუთხეში. ო. ბონი ნახე. მიდი ნახე. ყაჩაღ ბონი, ყაჩაღ. მოიტა. კაი ბიჭი, ესეც მეორე ტყის ქათამი ავიყვანეთ უკვე. ყაჩაღ ბონი, კაი ბიჭი. მომე, მოდია. მოდი ბიჭო, მოდია. ესეც მეორე ტყის ქათამი ავიყვანეთ უკვე დღეს. ყაჩაღ ბონი. ესეც მეორე. ნახე. მესამე უბრალოდ. ნახე.
მიდი ნახე. ნახე? ნახე ბონი? ყოჩაღიბიტი ბონი, ყოჩაღიბიტი. მამი. ყოჩაღიბიტი ბონი. სატყობილო დამასასული მე. ყოჩა ბონი. არა უშავს. სადან 4-დან 2 გავიყვანე რა. სადიშდა ბიჭო, სადაფრინდა აქ. აი როგორ მე 6-ე ხისკათამი ავიყვანე დღეს. მაგარი გასვარდი. აი, ეს ის ბესამიტის. ლეონისას აქვს 3 აყვანილი და ეხა გვიფრინდა კიდე 3 ქათამი ერთად. აბა ადროს აგვაქვს კამერა რომ დავაფიქსიროთ რა და კაი ჩამოგდება იყო. მოკლედ გადავწყვეტეთ იუზე არ გავსულიყავი და გამოვედით საღამოს გადაფრენაზე. ეხა მოვედით ჯერჯერობით თამი არ ჩანს. ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება ხათამი მოგვივიდეს ასე რომ წრეზე ტრიალებ რა. სავარაუდოდ არ გააკეთებს ხათამი გადაფრენას რა. ავია რაც ავაფრენეთ იქიდან აი ამ სიახლოვეს სადღაც ერთი მინიმუმ 10 ქათამი მაინც არის რა. არც ერთი არ მოძრაობს. აი შორს გადმომივიდა. შორს გადმომივიდა. აი არა უშავს. ოპა! კაი, ერთი ჩამოვაგდით. ერთი ერთი ჩამოვაგდით იმე. ერთი ეგერა იმას ვიპოვით აუცილებლად. ანუ დღეს უკვე გადაფრენაზეც გამემართლა და მე-4 ხისკათამი ავიყვანე. აუს კარგად მომივიდა, ერთ პირველით და ჩამომეგდო, მეორემაც ასე უკან ჩამიგარა მე ვერ მოვასწარი ვაზნის გამოსვლა რა. 3 ხისკათამი მომივიდა უკვე. 와, ჩამოვარდა. აი, უჯო. ახტება. ისი ჩამოვარდა. ეს უბრალოდ ეგ დაიშვა ერთი. ეს დაჭრენი. ბიჭო. მე 4 დღეს ხათამი მომივიდა უკვე. 4-დან 2 ჩამოვაგე რა ერთი ეგერე სადღაცი დავარდა ახლა ძაღლი რო ამყავს ეძებები ახლა კიდევ დგავარ მე იმედია შევძლებთ მეორეს იმენა აყვანეს ეს ვიცი სადევს ეგე მასა ანუ 6 დღისით მოპოვებული და აგე 2 ხამით ამით რომელსაც ვესრულეთ ორივე ავიყვანეთ ორივე მოძებ